მოგესალმებით, როგორც წინა გადაცემებში შეგვირდით, გაგაცნობდით წარმატებულ რაჭველ ახალგაზრდებს და სწორედ ამ თემატიკის ფარგლებში დღეს მე ვიმყოფები ამბროლაურის აგრანოვაჩაძის სახელობის სტადიონზე და მინდა გაგაცნოთ წარმატებული რაჭველი ახალგაზრდა, ძალიან წარმატებული 16 წლის კეცო მეტონიძე, რომელიც არის რაჭა 2020-ის კაპიტანი საფეხბურთო კლუბის და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 16 წლის ასაკში. კესო, მოგვიყევი შენს ბავშვობაზე. რავი, ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, ჩვეულებრივად ვიზრდებოდი, მაგრამ განსხვავებული იყო, რომ ჩემ ოჯახში სულ სპორტთან ვიყავით ყველა ახლოს. თავიდან მე მოჭადრაკე ვიყავი, მაგრამ ეხლა ფეხბურთელი ვარ. ბავშვობაში ფეხბურთი მიყვარდა, მაგრამ მინდოდა რომ მოჭადრაკე გამოსულიყავი, მაგრამ რო გავიზარდე, რა საინტერესოა ეს, არ ვიცოდი. აი რა განაპირობა, აბა. აი რაღაცა ეს შენი კონტაქტება ფეხბურთთან როგორ მოხდა? ჭადრაკს რომ თამაშობდი, მე რომ მოვდიოდი სახში, იყო ხოლმე ჩემი ძმის ვარჯიში და სულ უყურებდი მე და შენი ძმაც ფეხბურთელია, ხო, ვინც არ იცის რომ იცოდეს და მამაც ძალიან ჩართულია. ხო და ჩემი ძმის ვარჯიშს უყურებდი, მე რჩებოდით და ის ახალგაზრდებს ვარჯიშებდი ხოლმე, მე კარში მივიყავდა და რაღაცა ეხმარებოდი ანუ. ჩემი ძმაც თამაშობდა ჭადრაკს, ოღონდ ის უბრალოდ თამაშობდა მოყვარულად რა. მე რავი ბოლოს რო გავიზარდე უფრო ხშირად თამაშობდით ფეხბურთს, მე სტადიონი გაკეთდა აქ და უფრო ხშირად ვარჯიშობდით ხოლმე და ჭადრაკის დაფაზე რო ვიჯექი ხოლმე ვეღარ ვშერდებოდი, უკვე ვეღარ ვისვენებდი და მე რა ვიცი. მე უკვე საფეხბურთო კლუბით შეიქმნა და მე განმოვედი ფეხბურთსაც და რა ვიცი. ანუ მაინც ოჯახმა დიდწილად განაპირობა, ოჯახშიც რა რაღაცა ფეხბურთი აქტუალური იყო, მაგრამ უფრო განაპირობა, ხო, რომ შენც რაღაცა ოჯახის გამო ჩაერთი ამ სპორტში. კაი და ჩაერთა და შეგიყვარდა ესე იგი ეს ფეხბურთი, ვეღარ ისვენებდი უკვე ჭადრაკის დაფასთან და დაიწყე თამაში. ნუ აი, კაი, დავიწყეთ თამაში, მაგრამ ესე ბავშვობაში ბევრი ადამიანი თამაშობს, ხო? ფეხბურთს ახლა ყველა ბავშვი თამაშობს. აი, როდის მიხვდი, რომ ეს თამაშზე მეტი იყო რა, უფრო სერიოზული ინტერესი ჰქონდა ამ მიმართულებით? რეალურად სულ მიყვარდა რომ თამაშობდი ხოლმე, აი სულ რომ აი სკოლა რომ მოვდიოდი ხშირად მარტო ვიყავი ხოლმე სახში და სულ გამოვდიოდი, აი ახ სტადიონი არ იყო და სულ გავდიოდი, აი ბეტონი იყო და იქ ვარჯიშობდი, რაღაც ფინტებს ვაკეთებდი ხოლმე ჩემით და რაღაცა და გუნდი რო შეიქმნა, მე მივხვდი რომ ეგ უკვე მართლა გულით მინდოდა რომ გამეგრძელებინა, მაგრამ ანუ გარდატეხი მომენტი იყო, როცა შეიქმნა გუნდი, ხო? გუნდმა შეიტანა, ხო. აი რომ უთხრათ ახლა ჩვენს მსმენელსაც, რა გუნდზია საუბარი? ეხლა სადაც თამაშობ რაჭა 2020 არის. რაჭა 2020. და ანუ ეს იყო უკვე გარდამტეხი მომენტი, რომ შენ უკვე პროფესიონალურად მივდექი ამ საკითხს. ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი? ჩემი პირველი მწვრთნელი იყო და არის ლაშარატიანი და რა ვიცი, ერთად მოვდივართ უკვე მე-5 წელია. ძალიან კარგი. კესო, ანუ ეს უკვე რომ რაღაცა გამორჩეული მოთამაშე იყავი რაჭა 2020-ში, ეს ალბათ რაღაც мотиваციას გაძლევდა, მაგრამ აი როგორ დაიწყო შენი სანაკრებო კარიერა? იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ თამაშობდი 17 წლამდელთა ნაკრებში, ხო? მე 19 წლამდე და მე ხა უკვე ხარ ნაკრები საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი. აი თავიდან დავიწყოთ რა, აი 17 წლამდე ნაკრებში როგორ მოხვდი? ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო, მაგრამ 14 წლის ვიყავი და რო გავიგე რომ სინჯებზე უნდა წავსულიყავი, ძალიან ავნერვიულდი, იმიტომ რომ ზამთარი იყო და აი რაჭაში ვარჯიში შეუძლებელი იყო, სახში კი ვარჯიშობდი, მაგრამ იქ ხა სამდღიანი სინჯები იყო და ძირითადად ბურთსა უნდა გქონოდა შეხება და თოვლში ფიზიკურად შეუძლებელი იყო, მე ვარჯიშა და აი ძალიან ნერვიულობდი, მეთქი სინჯებზე რა იქნება და რაღაცა და
სინჯებზე რომ მივედი, უკვე მაშინ მოვეწონე და მაგის მერე ნუ ჯერ U17-ში ვიყავი, მერე U19-ში და მერე დიდებში. აი რა ემოცია, მე მგონია რომ ანუ რაღაცა ფეხბურთელისთვის ყველაზე აი ისეთია რა, შენი ქვეყნის ნაკრებში რომ გიწვევენ და აი რა ემოცია ქონდა პირველ ჯერ ახლა ნუ ფილმე წლამდეთა ნაკრებში რომ აგიყვანეს, აი როგორი ემოციით იყავი. ჯერ რომ ჩვენ წლამდეებში ამიყვანეს, ვიყავი ყველაზე პატარა და ყველაზე დაბნეული ვიყავი იქ, რა ვიცი და თავიდან პირველად თამაში რომ ათამაშა დამაყენა ანუ ხო თავიდან რომ ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში და არ ველოდი და ისეთი დაბნეული ვიყავი, აი არ ვიცი, ისეთი მომენტები ავაცილე, მაგრამ მე პენალიც ავიკიდე რაღაც. მაგრამ რავი, ძალიან მაგარი იყო რა, პირველად ჰიმნზე რო ვიდექი, საოცარი შეგრძნება იყო რა. და აი უკვე ნაკრებში რო სპორტის დასრულთა ნაკრებში რო გამოგიძახეს, მაგაზეც გითხარი 1-2 სიტყვა რას ნიშნავს ახლა შენთვის ამ ხელა ის არის სტატუსი ხო? რა დიდებში შენი ქვეყნის მაისური გაცვია, რაღაცა ჰიმნზე გამოდიხარ, რაღაცნაირი შეგრძნება ალბათ ხო? კი დიდებში გამოძახებას ესე რომ ვთქვათ, მწვრთნელმა ისე გააკეთა, რომ მიგვაჩვია რა. თავიდან გამოგვიძახა რამდენიმე ახალგაზრდა, რომ უბრალოდ თამაშები არ გქონდა და დიდ ფეხბურთელებთან ერთად გვენახა, როგორ ვარჯიშებდით, თვითონაც ნახა, როგორ მოიქცეოდით. რაღაცები გვასწავლა, ნახავი როგორ შეეჩვეოდა და ბევრ რაღაც თვითონ თავის თვალით დაინახა. მე რამდენიმე შეგვარჩია და დაგვიტოვა და შეჩეულები ვიყავით იმას, თუ როგორი სიტუაცია იყო დიდ ნაკრებში, მაგრამ მაინც ეხა თამაში დიდ ნაკრებში უფრო განსხვავებულია ვიდრე პატარებში, იმიტომ რომ იქ უკვე მაინც სხვა დონეა და სხვა რაღაცებია რა. რაღაცა ისტორია ახლავს ხო ამ შენ ნაკრებში მინდა რომ მოგვიყო ეს ისტორია. პირველად მთავარი მწვრთნელი ახალი ჩამოსული იყო ირისი არის ისრაელიდან და მე როცა პირველად ის გავიცანით, გქონდა ამხანაგური თამაში ერთ-ერთ თბილისის გუნდთან U17-ს, მაშინ 15 წლის ვიყავი და მივიღე ტრავმა მაგ თამაში, მაგრამ ძალიან კაი თამაში ვთამაში, სულ 30 წუთი ვითამაში, მაგრამ კაი თამაში ვითამაში და მან გავიწვიტე მენისკი უბრალოდ და ეს რაკია რო გადავიღე და რო გავიგე რომ ოპერაცია მჭირდება და რაღაცა თვითონ მომწერა და რა ვიცი მისი ყურადღება რა ძალიან დამეხმარა мотиваცია მომცა რომ ანუ პირველად რო დაგინახეო მაშინ რომ მომეწონაო შენ თამაშო ეგრევე გავიკითხეო შენზეო და ანუ მე შენ გელოდებიო რა გააგრძელოს შრომა და ვიცი რომ არის დაბრუნდებიო და რამეც დაგჭირდესო აქარო და არა მარტო ეგ აი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მაშინ ვისაც არ ვიცნობდი არასდროს სხვა ვიყავი ეროვნულში ვისაც არ ვიცნობდი მათაც მომწერეს მესიჯები და ძალიან დამეხმარა მათი მესიჯები და რა ვიცი მე სწრაფად გაიარე რეაბილიტაცია. ეს რეაბილიტაცია ყველა მგონი ძალიან სწრაფად გავიარე და მე ჩემ 17 წუთში მომწონდა რომ მართლა ესე მალე დაბრუნდიო. უკვირდა ყველას რომ ესე მალე როგორ დაბრუნდიო. აი ვიცი ერთ სულზე ვიყავი მეთქი რომ ეს დაუბრუნდებით და ალბათ ძალიან ბედნიერი იყავი რომ მე მართლაც თან შეასრულა პირობა და 19-ში ნათამაშები არ მქონდა ერისმა რომ გამომიძახა იქ და ანუ ყველაზე ის არის ხა ამ ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის შენი ასაკი, რომ შენ ჯერ კიდე 16 წლის უკვე ამ ხელაწარმატებას მიაღწია შენ სფეროში და კიდე წინ უამრავი წარმატება. ზოგადად აი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი შენი აზრით რა არის? უფრო ნიჭი არის განმაპირობებელი წარმატების შრომა თუ აი შენ როგორ მიგაჩნია რა სპორტსმენისთვის ყველაზე ესეთი განმაპირობებელი რათვისება არის რომ წარმატებას მიაღწიოს? ნიჭი ძალიან კაია, მაგრამ შრომის გარეშე არ გამოვა რა. ტალანტი ძალიან ბევრს აქვს, მაგრამ თუ არის შრომა, არაფერი არ გამოგივა რა. თავარია შრომა დისციპლინა. ანუ შენ წარმატებაში შენ დიდ წილად თვლი რომ შრომა ითამაშა დიდი როლი, ხო? ხაი რა უნდა იყოს ფეხბურთელისთვის ყველაზე ისა დიდი მიზანი, ხო? არის ალბათ ყველა ფეხბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ეხა შენთვის რა არის უკვე ეროვნულ ნაკრებში უკვე ხარ 16 წლის. მინდა რომ ძირითადში ვიყო რა თქმა უნდა და მე კიდე ევროპაში საგვარგარის თამაში. სამმავლო ხო აპირებ რომ უცხოეთში გააგრძელო.
ესო წარმატებული თამაში გამოგივიდათ 6-0 დაამარცხეთ მეტოქე. რა მნიშვნელობა ქონდა ამ თამაშს? ეს იყო თასის შესარჩევი ეტაპი და ეხლა ჩვენ გადავედით საქართველოს თასის მეოთხე ფინალში და ვაგრძელებთ ბრძოლას. რა მოლოდინები გაქვთ? რა ვიცი, ცოტა რთულია თასის თამაში, რადგან ძალიან რთული მეტოქეები ყავს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი დავდოთ. ყველაფერი ხდება, რა ვიცი. აუცილებლად ყველაფერი ხდება. უფრო ინდივიდუალური ფეხბურთელი ხარ თუ უფრო გუნდური? აი, გიყვარს ეს თავისუფლება და უცებ რაღაცა შენი ამბების დატრიალება თამაშში? თავისუფლება ყველას უყვარს, მაგრამ გუნდურობა აუცილებელია რა. რაღაც მომენტში არის, რომ შენ თავზე უნდა აიღო თამაში და გაამწვავო და აი ლამაზი მომენტები შექმნა, მაგრამ უფრო გუნდურად უნდა ითამაშო რა. მარტო შე რომ აიღო ბურთი და წამოიღო, არ არის ლამაზი საყურებელი და არც სწორი არ არის რა. უფრო მეტად ვფიქრობ გუნდური ფეხბურთელი ვარ რა. ხო, იმიტომ რომ ზოგადად ფეხბურთი გუნდური სპორტია და ინდივიდუალური. კი ბატონო. იცი რა მაინტერესებს? აი, რო არ გამოსულიყავი ფეხბურთელი, რა შეიძლება, რა პროფესია შეიძლება აგერჩი? აი, რა ინტერესები გქონდა ფეხბურთი, სანამ ესეთი მნიშვნელოვანი გახდებოდა შენთვის? აუ, ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა ჭადრაკი გამეგზელებინა, შეიძლებოდა დიდი ალბათობით გავაგრძელებდი და აუცილებლად ვისწავლდი და აი რა ვიცი, აი რამე გამოვიდოდი აუცილებლად. ეხა არ ფიქრობ რაღაცა ისე პროფესიის, სხვა პროფესიის მიღებასაც? აი, მაგალითად, რო დაასრულებ კარიერას, ჯერ კი ძალიან ახალგაზრდა ხარ და წინ ძალიან დიდი მომავალი გაქვს, მაგრამ აი საფეხბურთო კარიერას რო დაასრულებ, მერე რას აპირებ? მე ვფიქრობ და მინდა რომ გავხდე მწვრთნელი და ანუ მაინც ამ სპორტში აპირებ დარჩენას, ხო? როგორც ვიცი, შენ ამავდროულად ხარ აბიტურიენტი, წელს სკოლას ამთავრებ და პირველ რიგში რა პროფესიას ფიქრობ, რომ რაზე გინდა გაგრძელო სწავლა? ვფიქრობ, რომ ჩავაბარო ფსიქოლოგიაზე, მაგრამ მანამდე უნდა მომემზადო, რომ გამოცდები ჩავაბარო და ძალიან რთულია, რომ ერთმანეთს შევუწყო სკოლა და ფეხბურთი და სწავლა, იმიტომ რომ აი ზაფხულში სულ ორჯერ ვარჯიშობდი ხოლმე და ეხლა ვერ ვახერხებ თან იმდენი 3 საათი მომაქვს ხოლმე, რომ აი ძალიან გვიან მიწევს დაძინება და ცოტა აი რეჟიმის დაცვა ძალიან რთულია რა და არა და სპორტსმენისთვის რეჟიმი აუცილებელია. და რაზე ფიქრობ ჩაბარებას? ვფიქრობ ფსიქოლოგიაზე. აი რატომ მიგაჩნია ეს სფერო საინტერესოდ? რამენაირად უკავშირებს სპორტს? ვფიქრობ, რომ აი ადამიანებთან ურთიერთობაში დამეხმარება და თან მწვრთნელობა რომ მინდა, აი ვფიქრობ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში გამიადვილდება რა. კესო, შენი საყვარელი გუნდი რომელია? ჩემი საყვარელი გუნდი არის ქალებში არსენალი და კაცებში რეალი. და საყვარელი ფეხბურთელი? ქალებში ვივიანე მიედემა და კაცებში რონალდო. ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში რაღაცა ძალიან კაი თაობა წამოვიდა, ხო? ყველასთვის საყვარელი ბიჭები და აი ქართულ ფეხბურთელს რომელს გამოარჩევდი? რავი, ალბათ ყვარას. იმიტომ რომ რავი, ეგეთი ტალანტი ძალიან განსაკუთრებული არის, ძალიან ნიჭიერი არის და ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია და რა ვიცი, ძალიან კარგი ფეხბურთელია რა. ნამდვილად. კესო, შენ გუნდზე მოგვიყევი? ჩემი გუნდი შეიქმნა 2020 წელს. ჩვენ ვასპარეზობდით ლიგაურში. თავიდან ყველა პატარები ვიყავით და ყველა ადგილობრივი ვიყავით და სერიოზულ მიზნებზე არ ვფიქრობდით რა. მაგრამ ნელ-ნელა როცა ბევრ ვარჯიშობდით და რაღაცა ჩვენი თავის რო დავიჯერეთ, გადავწყვიტეთ, რომ უფრო სერიოზულად შეგვეხედა. თავიდან კვირაში 3 ჯერ გქონდა ვარჯიში და მე უფრო ყოველდღე გქონდა და ყოველდღიურად ვაქციეთ რა ფეხბურთი ჩვენთვის და ანუ არ გქონდათ მოლოდინები, ხო, რომ რაღაცა ეხლა? არა, თან პატარები ვიყავით, 12 წლის ბავშვები ვიყავით რაღაცა და შობლებს სხვა წლებებს დაყავდათ ბავშვები რაღაცა და აი 3 დღე კვირაში ახერხებდა რომ მოსულიყო, ზოგი ვერც ახერხებდა და სხვათა შორის ძალიან ბევრი ბავშვი იყო თავიდან 25-ნი ვიყავით, მაგრამ ზოგმა სერიოზულად შეხედა, მე ზოგმა რაღაცა ზოგმა სწავლა გააგრძელა და ნელა შევცოტავდით რა. მე პირველ წელს სხვათა შორის თავიდან ბოლო ადგილზე ვიყავით, ყველა თამაში ვაგებდით, მაგრამ ერთი პერიოდი იყო მთელი აგვისტო ვივარჯიშეთ, ძალიან ბევრი რა, ყველაზე კარგად ვივარჯიშეთ, ყველაზე კარგად მახსოვს ეგ პერიოდი, იმიტომ რომ მაქედა რომ დავბრუნდით და ჩემპიონატი დაიწყო, მაშინ იყო კორონას პაუზა, მოვიგეთ ყველა თამაში აბსოლუტურად რა. მაგის მერე გავედით მესამეზე ჩემპიონატში, მერე გავედით მეორეზე, მერე გავედით მესამეზე, მერე ისე მეორეზე გავედით და მერე ვითამაშეთ, შარშან ვითამაშეთ
პლეი-ოფის მატჩი ხობში და გავიმარჯვეს და გადმოვიდეთ უმაღლეს ლიგაში. ალბათ 4 წელი, 5 წელი ვბრძოლობდით, რომ უმაღლეს ლიგაში გვეთამაშა და რა ვიცი, სულის მივაღწიეს და ვთამაშობთ რა და სხვათა შორის ძალიან კარგად ავუღეთ ალღო ამ ჩემპიონატს რა. ვფიქრობთ, რომ გავიჭირდებოდა, მაგრამ იმდენი ვიშრომესთან ლეგიონერების ჩამოვიყვანეთ, უფრო გავძლიერეს და ვფიქრობ, რომ კარგი გუნდი დადგა ჩვენგან, იმიტომ რომ ისეთი გუნდები, აი ლიდერები რო არიან, აი სახლში ყველა თამაშზე ყველას კონკურენცია გაუწიეთ. გასულ თამაშებზე გვიჭირდა, მაგრამ აი სახლში აი აბსოლუტურად ყველასთან გოლი გავიტანეთ და რა ვიცი. ფაქტობრივად მხოლოდ 2 თამაში წავაგეთ სახლში, დანარჩენი ყველა მოვიგეთ, ან ფრევი თამაშით. აი ამაში ფეხბურთელებთან ერთად ალბათ დიდი წვლილი აქვს თქვენს მწვრთნელსაც, ხო? ორი სიყვარო გვითხრა. კი, მწვრთნელს რა თქმა უნდა, რავი, ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს, ძალიან გვეხმარება. არ ვიცი, მართლა დიდი წვლილი არის მაგის, იმიტომ რომ აი ამდენი რაღაცა გააკეთა, ერთად მოვდივართ ამდენი ხანია. ფეხბურთელები ჩამოიყვანა. ის რომ სახლში თამაშებს კარგავს თამაშობ, ძირწილად გულშემატკივრის დამსახურება არის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაჭაში ფეხბურთი ძალიან უყვართ და კაცთა ფეხბურთი რა არსებობს, ვფიქრობ, რომ ჩვენზე არიან გადმორთულები და ძალიან ბევრი ხალხი დადის ხოლმე თამაშზე. აი შარშან ვერასთან გადამწყვეტი თამაშები გქონდა ხოლმე, ლიგაში ვთამაშობდით, რამდენიმე გუნდი იყო ძლიერი, ვისაც კონკურენცია გვიწევდა და აი არ დამავიწყდება ვერასთან რამდენი ხალხი იყო მოსული სტადიონზე, აი ტრიბუნაზე არ ეტევოდნენ და აი გარეთ იდგნენ ყველა თან ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა და აი მათი როლი მართლა ძალიან აღსანიშნავია რა. კესო, იცი რა მაინტერესებს? ეხა ამროლაური ისედაც არ არის დიდი ქალაქი და აქ მაინც ყველას იცნობს, მაგრამ აი ამ შენმა წარმატებამ განაპირობა პოპულარობა და აი რაღაცნაირად როგორ გძნობ ეხა ამ მდგომარეობაში თავს? არ ვიცი. ხო არ გაკომპლექსებ ცოტა? თუ პირიქით ყველა რო გეფერება და სიტყვას გამოხატა? პასუხისმგებლობას მაგრძნობინებს ეს ყველაფერი და უფრო მეტ ვითხოვ უკვე ჩემი თავისგან და უფრო მეტი მინდა. ამდენ ადამიანს რო შენი იმედი აქვს, ალბათ რაღაცნაირად თამასაც რო უკვე მაღლა არის, აღარ ცდილობ რო ქვევით აღარ დაწიო, ხო? კესო, შენს ანგარიშზე რამდენი გოლი ითვლება? სხვათა შორის წელს რომ გქონდა დებიუტი ლიგა 1-ში საერთოდ არ მეგონა რომ ამდენს მივახსოვდით მთლიანად გუნდი და მით უმეტეს მე თან დებიუტი გვი არ მქონდა, იმიტომ რომ სანაკრებო შეკრებაზე ვიყავი და 2 თამაში გამოვტოვე და მე შინოდა რომ გამიჭირდებოდა ტემპთან შეგვება ან რაღაცა ეგრე, მაგრამ არა, 34 გოლი გავიტანე და პირიქით ეხა უფრო მეტი მინდა, უფრო რთული მინდა და უფრო გამოწვევები გვინდა. არა მარტო იმ მთლიან გუნდს უფრო მეტი გვინდა რა. და ეს ჩემი დამსახურება არის, მწვრთნელის და ბავშვების დამსახურება არის, რომელიც მეხმარებიან გოლების გატანაში. ესო წარმატებებს გისურვებთ, აი დარწმუნებული ვარ ძალიან, რომ კიდევ ძალიან ბევრჯერ ვიამაყებთ შენი წარმატებით და აბა შენიცი, მაგრად უნდა გვასახელო რაჭა და რაჭველები. მადლობა დიდი. Yeah!